პირველი ტირილი, პირველი შეხება და ემოცია, რომელიც სიტყვებით რთულად გადმოიცემა. კლინიკაში ელენე ნებიერიძე დაიბადა. გოგონა 5 კილოგრამსა და 200 გრამს იწონის და დაბადების პირველივე წუთებიდან ყველას ყურადღების ცენტრში სწორედ ამ მიზეზით მოექცა. მთავარი კი ის არის, რომ დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ელენე მარიამ ვარათაშვილის მეორე შვილია. პირველი ბიჭი 4 კილოგრამ-ნახევარი დაიბადა და მაშინაც საკეისრო კვეთით იმშობიარა. ახალგაზრდა დედა განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს ექიმებისა და ექთნების მიმართ, რომლებიც მთელი პროცესის განმავლობაში მის გვერდით იყვნენ. მისი თქმით, მედპერსონალის სითბომ, ყურადღებამ და პროფესიონალიზმმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ბედნიერ და მშვიდ მოგონებად აქცია. ძალიან ბედნიერი ვარო, ესე მშვიდობით ჩატარდა ოპერაცია. პირველი შვილიც დიდი წონის იყო, მაგრამ ამამთლად გადააჭარბა და ორივე ჯანმრთელად ვართ, კარგად ვართ. პერსონალის დამსახურება არის, რა თქმა უნდა, ბატონი კოტეს და ქალბატონი სალომე თურმანიძის და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი მშვიდობით და წარმატებით დასრულდა. სახში ბრუნდები, ბედნიერი და რა ვიცი, ამ ბუთქუნა გოგოთი. კლინიკაში ამბობენ, რომ ასეთი წონის ახალშობილის დაბადება იშვიათი შემთხვევაა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თუმცა დღეს აქ მთავარი მხოლოდ ციფრები არ არის. მთავარი პატარა ელენია, რომელმაც სამყაროში მოსვლით ოჯახი უსაზღვრო ბედნიერებით აავსო. ჩვენ სამშობლოში მოევლინა დუნიას შესანიშნავი გოგონა ელენა, რომელიც მაღალი წონით გამოირჩევა. ძალიან კარგად გზნობს თავს და მეგონი დედაც კარგად გზნობს თავს და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ესეთი ამხელა წონის ნაყოფი საკმაოდ რთულად შეიძლება ითქვას, რომ იყო სიტუაცია, მაგრამ ძალიან ნორმალურად, კარგად, მშვიდობიანად დავამთავრეთ ეს საქმე. მოლოდის გადააჭარბა და პრაქტიკულად დაიბადა 5 და 200 და ჩვენ გეგმიურად გავაკეთეთ ეს ოპერაცია, ვინაიდან ხიფათი იყო ძალიან დიდი, ამ კაკენა გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად დამთავრდა ყველაფერი. ამ წუთას სადღაც თვეში, სადღაც 15-16 მშობიარობა გვყავს, ეს არის საშუალო სტატისტიკური ჩვენი მაჩვენებელი, მოგეხსენებათ, რომ ქალაქში არის კიდევ მეორე სამშობიარო სახლი, მაგრამ რა თქმა უნდა დემოგრაფიული სიტუაცია ძალიან რთულია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მცირდება თანდათანობით მშობიარობათა რაოდენობა ძლიური. მაგალითად 3 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს 1500-2000 ერთეულით მცირდება მშობიარობათა რაოდენობა. მაგალითად ბოლო 3 წლის განმავლობაში 41, 39, 38,000 მშობიარობები იყო წლის განმავლობაში. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბითაა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გამოირჩევა დემოგრაფიული კრიზისით, ეს არის იმერეთის რეგიონი და გურიის რეგიონი. ასე რომ საკმაოდ რთული სიტუაცია ამ ხრივ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო მიიღებს ახალ კანონმდებლობას, რომელიც წაახალისებს მშობიაროებს და მესამე შვილის გაჩენაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს აუცილებლად განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.